სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში ფერმერებს უკვე პლასტიკური აგრობარათების მიღება შეუძლიათ. კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი ამ რეგიონებში ფერმერებს სასოფლო სამეურნეო ბარათებთან ერთად აგრობარათებიც ურიგდებათ. აგრობარათების დარიგება აღმოსავლეთ საქართველოში 17 თებერვლიდან დაიწყო და ფერმერებს ლიბერთი ბანკის ფილიალებში პლასტიკური ბარათის აღება 6 თვის განმავლობაში შეეძლებათ. მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობას პროექტის საბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარში ადგენს. ბარათის გამოყენება მრავალფუნქციურია. მომავალ წლებში იგეგმება ახალი პროგრამები და პროექტები, რომლებიც ამ ბარათს დახორციელება მთელ ქვეყანაში. მაგალითად, დაზღვევის ოპერაციები, დახმარების ოპერაციები და სხვა ასეთი ღონისძიებები. მიზანი ის რომ არც ერთი ჰექტარი მიწა დაუმუშავებელი არ დარჩეს, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არის შესაძლებელი, სწორედ დღეს არის შესაძლებელი ეს ყველაფერი და თუნდაც ის რომ ნაცვლად იმისა რომ მთავრობამ 2000 ლარი დაურიგოს ლეხებს და სთხოვოს რომ მათ ვენახი შეჭრან, ნაცვლად ამისა თქვენ ხედავთ რამდენი ვენახი შენდება დღეს უკვე რეგიონში.